ხო და ახლა ჩვენ რა სულელები კი არ ვართ კაცო ძალიან კარგად ვიცით და ხვდებით იმას რომ ნაწილი გარკვეული ნაწილი იმედი მაქვს ასევე ბევრ შემთხვევაში როგორც თქვი აქაც ცოტა ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ნაწილი სუფეხებზე კიდია კაცო ეს ქვეყანა ევროპაში იქნება თუ რუსეთში იქნება თავი ძალაუფლება უნდა აი ეს გამზადებული ძალადობრივი სისტემა რაც აქვს ისე უნდა ზოგს დაბრუნება უნდა ამ სისტემის და ზოგს შესვლა უნდა ეგ უნდა რა დაჩა უნდა რა აი ტიპს უნდა დაჩა და აი ამას როდის დავამთავრებთ ერი რომ პოლიტიკაში მისვლით ფული არ იშოვებოდეს აი მაშინ ავეწყობით კარგად რა და ეხლა აი ერთ იმას მოვყვები რა ჩემ თეორია უბრალოდ მოსაზრებაა რა ყველა დამთხევა რეალობასთან არის შემთხვევითი რაღაცა აი თქვათ ხარ პოლიტიკური პარტია და მოხვედი ხელისუფლებაში რა და გააგდე ტირანი იმენა რეჟიმს მოუგე რა რომელიც ნუ აი ისე ჩანდა რომ ვერ მოუგებდი მაგრამ აი რეჟიმი დაამარცხე რა და გააგდეს რეჟიმი და შენ მოხვედი და დაგვხვდა ნუ აი უცუდესი ჩამპალი აყროლებული სისტემა სადაც არიან დასაქმებული ადამიანები რომლებსაც ძალიან ბევრს ძალიან ცუდი რაღაცეები აქვს წლების განმავლობაში გაკეთებული და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აღრიცხულია ხო ასე თუ შევარდნაძე სააკაშვილი არა უფრო სააკაშვილი ივანიშვილი თემა აი პირდაპირ ვთქვა მიშას დროს რამაც წააგებინა კიდე არჩევნები ხო ის ციხის ვიდეოები რაღაც და ვიცოდით ხო იქამდეც ახლა რა ხდებოდა ციხეებში ზოგადად ქვეყანაში მაგრამ ხალხს მაინც ვიდეოს ნახვა დაჭირდა იმისთვის რომ ბოლომდე გაბრაზებულიყო და გაანალიზა ბოლომდე ყველამ რომ ნუ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ რა იმიტომ რომ ნუ აი ქვეყანად მაგრამ საგარეო კურსში რომ ამბობდი ახლა საგარეო კურსი საით არა მნიშვნელობა აქვს თუ ქვეყანაში ვერ ცხოვრობ ადამიანი ნორმალურად ხო წერანს ვილაპარაკეთ რომ სააკაშვილის პერიოდში რომ ჩვენ ესეთი გადაცემა გქონოდა და ესეთი რაღაცები ვილაპარაკან რა ერთი აკუბარდი ახერხებდა მარტო თორე დანარჩენი ყველა ან დაჭერილი იყო ან ჩუმად იყო შეშინებული იყო ხო აი წარმოიდგინე რომ ხარ მოხვედი ხელისუფლებაში და აი ეს დამპალი ჩამპალი აყროლებული რაღაცა სისტემა შეგრჩა რომ გააგდე ის ტიპები, ვინც ატერორებდა ხალხს, ბიზნესს ართმევდა, იჭერდა, რამდენი ტიპი გააუბედურეს, ხო? ახლა ვიცნობ ტიპებს, რომლებსაც ოჯახები გააუბედურეს, მამები დაუჭირეს და მე არ შემხებია საბედნიეროდ. ეგ ისა რეპრესია სააკაშვილის პერიოდის, მაგრამ ბევრი იყო, ხო? ძალიან ბევრი იყო და ბევრს ვიცნობ მართლა. აი ეს გააგდე და ეს დამპალი სისტემა მოგივიდა და ხალხის მოთხოვნა არის რომ დაშალე რა. აი ეს უბედურება ეს, რაზეც არის ეს მთელი ვერტიკალი ჩამოყალიბებული ეს გააცალკე პროკურატურა ცალკე სასამართლო ცალკე და მეტი არაფერიც არ მაგითაც დაიწყო სასამართლო რო იყოს დამოუკიდებელი პროკურატურა რო იყოს დამოუკიდებელი თავის დაეწყობა ყველაფერი მიყვება რა თავისით იმიტომ ნახე ხო როცა სასამართლო დამოუკიდებელია და პროკურატურაა დამოუკიდებელი ხო ტიპი რომ მოდის პოლიტიკაში ის იცის რომ მე ხა ჩათლახურად ჩაწყობილ ტენდერს ვეღარ მოიგებს ეგრე მარტივად რომ გზა დააგოს სადღაცა და ფული იშოვოს იმიტომ რომ შეიძლება დაიჭირონ მაგიტო ტიპებმა როცა იციან რომ თუ პოლიტიკაში თუ პარლამენტში შესვლით და პოლიტიკაში მისვლით ბევრ ფულს ვერ იშოვი ის ჩატლახი რომელიც ფულის საშუალებლად მიდის იქ აღარ წავა და იმ პოლიტიკაში წავა მართლა გულანთებული ტიპი რომელიც იქნება იმ 3000 თუ 4000 ლარიან ხელფასზე და იქ იმიტომ მიდის რომ გონია რომ რაღაც კარგს გააკეთებს ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა და ხო რავი დებილები ხო არ ვართ ხო ხედავთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა რომ მხარეს იქ იმისთვისაა რომ ან სხვა პრასვეტი ასე ვთქვათ არ ქონდა ან იცის რომ იქ რომ მივა ფულს იშოვის ძალიან ბევრ ფულს იშოვის იმიტომ რომ დახურულია ანუ აწყობილია სისტემა რა მიდიხარ კომპანია გააკეთე შპს რაღაცა თენგო 17 დავაი მოვიგეთ ტენდერი და დავაგეთ გზა ვაჟაფშაველაზე ტენდერი მოვიგეთ 3 მილიონი და დავხარჯეთ 1-2 მილიონი წავიდა დაჩა მინდა კოჯორში აი ხო ეგრე ხდება წლებია უკვე ხო სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ხო აი ეს სისტემა რო გადაიბირა აი მოვიდა მთავრობა და ისინი გააგდო ეს ჩათლახები და თვითონ და ეს სისტემა დარჩა და რა ვარიანტია ნახე მიდიხარ და ეუბნები ამ ტიპებს ვინც ამ ჩამპალ სისტემაში ბევრი რაღაც დააშავეს სააკაშვილის პერიოდში. ხა მარტო მიშა ხო არ იყო დამნაშავეში ჩემო, ხო და ოქროშვილი, ხო? ბრძანების გამცემი დამნაშავეა, მაგრამ შემსრულებელი არაა დამნაშავე. აი ამ შემსრულებლებს ეუბნები რომ პრაცი ორი ვარიანტი გაქვთ. ან გიჭერთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაქვთ ნაჭამი. ან ჩვენთვის აგრძელებთ იგივეს კეთებას და რჩებით სამსახურში. და არ გიჭერთ.
ის ტიპი რა სიტყვის შეჭამ რომელსაც ძარღვი რო გაიწყვიტა შუბლზე სააკაშვილის პერიოდში მეორე ძარღვი ამოიყვანა სპეციალურად რომ ისიც გაეწყვიტა ანუ ყველაფერზე მიდის რა ყველაფერზე ხელს აწერს აი ვარ მორალი არა აქვს საერთოდ კიდია არსებობენ ეგეთ ადამიანები ნოლზე აქვთ რა აი ვაფშე ყველაფერს იზამს რა ეს ტიპი რა სიტყვის ხა არა დამიჭირეთო იასნია რომ რჩება და სახელი და გვარები ვიცით ხო ტიპების რომლებიც იმათ პერიოდში იყვნენ და რაღაცა ცუდ რაღაცეებს აკეთებდნენ და ამ თაურობის ხელშიც არიან რატო ხდება ახლა ეს რატო შეიძლება ეს რაღაცა მოხდეს ხო და ჩვენ მგონია რომ იმიტომ რომ პიროვნების უბრალოდ არა ახლა სხვა მგონია ეს ხო თეორიულად ახლა ეს პროსტა მაგალითად ვახსენე ეს ისინი თორე თეორიულად ლაპარაკობ მოდი ხარ მთავრობაში ეს სიტუაციაში და ესეთი ვითარებაა ხო? კაი შეიძლება იფიქრო თავიდან ეხა მაიცა კაცო. მე რო ეს სისტემა ჩამოვშალო ეხლა, ეს ძალაუფლების სისტემა რო ჩამოვშალო და მართლა დემოკრატიული პროცესები დავიწყო და დემოკრატიული ქვეყანა ავაშენო. მე ეს ჩათვალხებს რომ მობრუნდნენ. აქ თუ მივეცი ეხა ყველა შანსი მე რო შეიძლება ესენ დაბრუნდნენ. და აგიტო პირველი 4 წელი არც არ ვიზამ ეგეც. კაი, გავიდა. 4 წელი რო გადის, მე რა ხდება? მე რატო არ შვები? მე შემთხვევით ის ხო ხდება, შემთხვევით ვარაუდია, თეორია. შემთხვევით ის ხო ხდება, რომ ამ 4 წელიწადში უკვე შენმა ხალხმა იმდენი რაღაცა დააშალა, რომ უკვე ვეღარ შვები მაგას. იმიტომ რომ უკვე მე ამ ტიპის გაშვება, რომელიც ახლა შენთვის აკეთებს ცუდ საქმეს, უკვე ძალიან ძნელია, იმიტომ რომ უკვე შენზეც აქვს სათქმელი უკვე ამ ტიპს. ვიღაცა ტიპს, რომელიც წინა მთავრობის პერიოდში ცუდ რაღაცებს აკეთებდა და მარტივად დაიჭერდი. ო, ეხლა შენც კი გააკეთებინა უკვე ცუდი რაღაცეები და ვეღარ უშვებ, უკვე დამოკიდებულები ხართ ერთმანეთზე რა. მაგიტომ მივდივართ იქამდე, რომ ვიღებთ რეალობას, რომ სააკაშვილის და ოქრუაშვილის და მერაბიშვილის აი ამ ჩამოყალიბებულ რაღაცა ვერტიკალს ბოროტ სისტემას ეხლა შვები მართავენ უბრალოდ რა. თორე ხალხი ძალიან ბევრი ადამიანი იგივეა დასაქმებული და ანუ ეს რა მნიშვნელობა აქვს შენთვის დუბინგას თავში ის გირტყავს რა ქვია. არანაირი. მერაბიშვილი გირტყავს თუ დღეს ვინ არის შინაგან საქმეთა მინისტრი რა ქვია. გომელა აი რა მნიშვნელობა აქვს დუბინგას თავში ვინ გირტყავს. ერთადერთი გამოსავალი ალბათ ერთადერთი გამოსავალი რომ ქვეყანას მართლა ეშველოს და აი ის შეგრძნება რომ სამართლიან ქვეყანაში ცხოვრობ და პატიოსანი ტიპი თუ ხარ და თუ არ ეტენები ვიღაცას და თუ რაღაცებს არ აკეთებ ცუდს და შეგიძლია რომ მორალი შენი რაღაცნაირად დაიცვა და მაინც ბედნიერად იცხოვრო ცადო მაინც ბედნიერად ცხოვრება არის რომ ეს სისტემა უნდა იყოს დაშლილი რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი. ვინც იქნება, ვინც არ უნდა იყოს, იქნება სოფტ. მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინც გინდა ის მოვიდეს მე ხელისუფლებაში. ცემს დაიჭერენ იმ სპეცფაზმელს თუ გადაამეტებს ძალას. ხო, მნიშვნელობა აღარ ექნება რა. იგივე დაიწყება თუნდაც იმით, რომ პოლიტიკაში ტიპი, რომელმაც იცის, რომ თუ იქ მივიდა პროკურატურა, პროკურორები კი არ უზით ამათ ჯიბეში და მოსამართლეები ჯიბეში კი არ უზით. ის მოსამართლე კიდია, დამოუკიდებელია და თუ საჭირო გახდა ამ ტიპსაც დაიჭერს, კაცო. მოუხსნიან იმუნიტეტს და მე დაიჭერს. აღარ წავა ეგეთი ტიპი არიჩალიჩებს პარლამენტში მოხვედრაზე ტიპი რომელიც მთელი მუღამი და თავისი არსებობის მთელი არსი ისაა რომ იქ მივიდეს და ფული აკეთოს რატო ხდება რომ რანაირად ხდება რომ რამდენ ადამიანზე გაგვიგია ახლა შეიძლება ყველაზე არა სიმართლე რამდენზე გაგვიგია ეს ფრაზა აი ეს ფრაზა რამდენზე გაგიგიათ აი გულზე ხელი გაიდეთ ედიკას დროიდან მოყოლებული მესმისთან ეს ფრაზა ყველაზე ედიკას დროსაც გამიგია მიშას დროსაც და ეხლაც ორი კალოში ჩამოვიდა თბილისშიო შემოდა 2 წელიწადში მილიონერი როა რანაირად ბიჭო რანაირად ამ ქვეყანაში ჯერ ესეთი პატიოსნად მილიონების შოვნა არის თითქმის წარმოუდგენელი თითქმის წარმოუდგენელია პატიოსანის შრომით რომ მილიონები იშოვო ფულზე არ მაქვს ზოგადად ლაპარაკი მილიონების შოვნაზე მაქვს ლაპარაკი თითქმის შეუძლებელია ხო და პატიოსნადაც რო იშოვო ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ ბოლო 20 წელია მეტი თუ არა რომ ისეთი რაღაც იმ პატიოსანის შრომის პირობებშიც ისეთი რაღაცეების კეთება გიწევს რომ რაღაც ადამიანისთვის რომელიც პატიოსანი ცხოვრების ცხოვრობს და მიჩვეულია იმას რომ რაღაცა ცუდს არ აკეთებს იმისთვისაც კი ზღვარია რა ეგა პარტიული ხო აი საბჭო კავშირშიც იყო რა პარტიული მოგიგვარებენ რაღაც ხო რაღაცებს მოაყვანო მე და შენ ახლა რომ დავრეკოთ რომელიმე პარტიაში თუ თქვათ რომ თქვენს კლიპებში გამოვალთ ვითამაშებთ რაღაცა ჩვენს რაღაცები მოგიგვარდება დარწმუნებული ვარ ხო რაღაც ბენეფიტები გვექნება ძალიან კარგი ბენეფიტები გვექნება რავი რა რა გინდა რა თმინდა ხო რა თმინდა